საამო მშვიდობისა, თქვენ უსმენთ ნამდვილ ისტორიებს თეონა გეგელიასთან ერთად. დღეს ვილაპარაკებთ იოსებ სტალინის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვისმენს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს. მადლობა ჩვენს გამომწერებს და მათაც, ვინც ახლა შემოგვიერთდება. თქვენი აქტიურობა აუცილებელია ამ არხის არსებობისთვის და განვითარებისთვის. იოსებ სტალინი ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომლის მიმართ ინტერესი არასდროს ქრება. თითქოს მის შესახებ ყველაფერი ცნობილია. ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა, მაგრამ მითები მის გარშემო არ გვდება. და ხშირად ეს მითები უფრო განსაზღვრავს მის მიმართ დამოკიდებულებას, ვიდრე დადასტურებული ფაქტები. ვინ იყო სინამდვილეში, რა წიაღიდან გაჩნდა და როგორ ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დიქტატორად. ამის გარკვევას შევეცდებით დღევანდელ ეპიზოდში. ისტორიკოსებს წარმოდგენა პოლიტიკოსის და ზოგადად ადამიანის შინაგან სამყაროზე უყალიბდებათ დოკუმენტებიდან, მოგონებებიდან, თავად ამ პოლიტიკოსების მიმოწერებიდან და დღიურებიდან. ცალკე აღებული ეს წყაროები შეიძლება იყოს ძალიან სუბიექტური და სტალინის შესახებ წყაროები ძალიან პოლიტიზებულია. მაგრამ მთლიანობაში კონტექსტის გათვალისწინებით და ფაქტების შედარებით მეცნიერებს შეუძლიათ გადმოგვცენ ამა თუ იმ ისტორიული ფიგურის რეალური პორტრეტი და მისი მოქმედების მოტივები. სტალინის შესახებ, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრი კვლევა და წიგნია დაწერილი, მაგრამ სტალინზე, არა როგორც ბელადზე, არამედ როგორც ადამიანზე და მის შინაგან სამყაროზე, დოკუმენტურად ცნობილი თითქმის არაფერია. უცნობია მაგალითად, რას ფიქრობდა ის, როდესაც იწყებდა კოლექტივიზაციას, როდესაც ხრედდა თავის მეგობარ თანაპარტიელებს, თავის ახლო ნათესავებს, რას გრძნობდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას და ასე შემდეგ. ის არ წერდა დღიურებს, არ უყვარდა საკუთარ თავზე ცნობების გავრცელება, განსაკუთრებით თავის ახალგაზრდობაზე და დემონსტრაციულად ავლენდა თავმდაბლობას მისი მთელი იმ გიჟური განდიდების ფონზე. და თითქოს რჩებოდა თავმდაბალ ადამიანად, რომელსაც უბრალოდ ეცვა, უბრალოდ იქცეოდა და არ სურდა ეს მასზე მუდმივი წერა. მაგრამ მეორე მხრივ, ეს იყო მისთვის ძალიან მოსახერხებელი გზა ინფორმაციის ნაკადის კონტროლისთვის. მაგალითად, ახალგაზრდა სტალინი ერთი დიდი მისტიფიკაციაა მოგონილი გვარით, მცდარი დაბადების თარიღით, ეჭვებით ეთნიკურ წარმომავლობაზე, ოსი იყო თუ ქართველი, უამრავი ყალბის სახელით და დოკუმენტით, ხმებით იმის შესახებ, რომ ბიოგრაფიაში ჰქონდა შავი ლაქები. მე-20 საუკუნის დასაწყისში რევოლუციონერებს ბევრი მეტსახელი ჰქონდათ, რომლითაც თანაპარტიელები იცნობდნენ. შეიძლება ჰქონოდათ ლიტერატურული ფსევდონიმიც. მაგალითად, ერთ-ერთ გადასახლებაში იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც უკვე სტალინია, თავის თავზე წერდა მესამე პირში, ჟანდარმების დასაბნევად, რომ მათ არ გაეიგივებინათ ის სტალინთან. სოსო იყო იოსებ ჯუღაშვილის ბავშვობის მეტსახელი და ვიცით, რომ ბევრი იოსებს ეძახიან სოსოს. თავისი რევოლუციური საქმიანობის დასაწყისში ის ამ სახელს იყენებდა როგორც ერთ-ერთ პარტიულ მეტსახელს. 1902 წელს ბათუმში დემონსტრაციის ორგანიზებისთვის მას პირველად დააპატიმრებენ და ერთ წელიწადში გადაასახლებენ ირკუტსკის გუბერნიაში, საიდანაც მალე გაიქცევა, რის შემდეგაც ხდება კობა. მან ეს მეტსახელი აირჩია კავკასიაში დაბრუნების შემდეგ. კობა, ეს არის ალექსანდრე ყაზბეგის რომანში რომანტიკული ყაჩაღი, ერთგვარი კავკასიელი რობინ ჰუდი და ამ მეტსახელს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. რაც შეეხება მის ყველაზე ცნობილ ფსევდონიმს სტალინს, ის გაჩნდა ბევრად გვიან, 1912 წელს. თან თავდაპირველად ინიციალით კ სტალინი, როგორც ჩანს, კობა სტალინი. ჰქონდა კიდევ ერთი ფსევდონიმი, ივანოვიცი, რომლითაც ჩნდება მე-4 და მე-5 პარტიული ყრილობების პროტოკოლებში. ხშირად თავად ჟანდარმები არქმევდნენ მეტსახელებს რევოლუციონერებს. ამიტომ სტალინის ფსევდონიმებიც არ ამოიწურება ჩვენთვის ცნობილი სამი ფსევდონიმით. როდესაც ისტორიკოსები ცდილობენ იმის გარკვევას თუ საიდან აღმოცენდა სტალინი, ტრადიციულ გზას ისინი მიჰყავს მისი ბავშვობის და ახალგაზრდობისკენ. სტალინის ბავშვობის შესახებ თითქოს ყველაფერი ცნობილია. სად სწავლობდა, ვისთან ერთად, როგორ სწავლობდა. ცნობილია, რომ დაიბადა 1879 წლის 21 დეკემბერს.
მაგრამ დოკუმენტებში მითითებულია 1878 წელი. შესაძლოა ეს წვრილმანია, რადგან იმ დროს ხშირად წერდნენ დაბადების მოწმობებში არასწორ თარიღებს, მაგრამ თავად სტალინს ეს შეცდომა არასდროს აუხსნია. მისი მამა, ბესარიონ ჯუღაშვილი იყო მეწახე, რომელიც ბევრს სვამდა, ცემდა შვილსაც და ცოლსაც. დედას, ეკატერინე ჯუღაშვილს, იგივე კეკეს, შვილი ძალიან უყვარდა. მანამდე ორი შვილი მოუკვდა, როცა ისინი ჯერ კიდევ ჩვილები იყვნენ და შესაძლოა ამიტომაც, მაგრამ არც ის ერიდებოდა შვილის ფიზიკურად დასჯას. ეს ქორწინება მალე დასრულდა. მამა თბილისში გადავიდა სამუშაოდ და მერე შვილის წაყვანასაც შეეცდება ფეხსაცმლის საწარმოში. დედა თითქოს ღალატობდა მამას, ყავდა საყვარლები და მათგან ზოგიერთს სტალინის მამობის კანდიდატადაც ასახელებენ. ბესო ჯუღაშვილი მზრუნველი მამა არ იყო, თავად სტალინი უყვებოდა თავის ქალიშვილს, რომ თითქოს დედის დასაცავად ერთხელ მამას დანითაც გამოეკიდა. მაგრამ მეორე მხრივ ბავშვების ცემა მე-19 საუკუნეში იყო საკმაოდ გავრცელებული ამბავი. სემინარიაში ხშირად ჩხუბობდა სხვა ბავშვებთან. ყვავილის ბატონები ჰქონდა გადატანილი, რამაც სახეზე იარები დაუტოვა და ფიქრობენ, რომ ბავშვები შესაძლოა დასცინოდნენ ამის გამო. ბავშვობაში გორში ფაეტონი დაეჯახა და დაიზიანა ერთი ხელი, რომელსაც მთელი ცხოვრება რთულად ამოძრავებდა. ფეხზე ორი თითი ჰქონდა გადაბმული და შესაძლოა ამის გამოც დასცინოდნენ თანატოლები, მაგრამ იმავდროულად, როგორც ვთქვით, დედას ძალიან უყვარდა და ათამამებდა კიდეც. სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში და ძალიან მოწესრიგებული მოსწავლე იყო. არ აცდენდა გაკვეთილებს, ჰქონდა კარგი ნიშნები. ერთი შეხედვით იმ დროის ბავშვისთვის ძალიან ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობდა. სწორედ სკოლის პერიოდიდან მოდის მისი მეტსახელი კობა. თავად ითხოვდა, რომ ასე მომართეთო. კობა ესაა ალექსანდრე ყაზბეგის რომანის მამის მკვლელის გმირი, კეთილშობილი მთიელი აბრაგი, რომელიც შურს იძიებს თავისი მეგობრის და მისი შელახული სიყვარულის და ღირსების გამო. ამ რომანში ყველა კვდება კობას გარდა, რომელიც შურის მაძიებელია და ბევრს მიაჩნია, რომ ამ პერსონაჟის გაიდეალება სტალინის მხრიდან მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე სერიოზულად აისახა. სტალინისთვის შურის ძიება მთელი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კობას პერსონაჟი იყო მთიდან ჩამოსული აბრაგი და აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი ვერსია, რომ კობა ჯუღაშვილი სულაც არ იყო ქართველი და იყო ეთნიკური ოსი, რომ ჯუღაშვილი არ არის ტიპური ქართული გვარი და ასე შემდეგ. ბევრი ისტორიკოსისთვის ამ მხრივ საინტერესოა მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები, სადაც ოსი ჯაყოს პროტოტიპად ხედავენ სტალინს, რადგან 1920-იან წლებში, როდესაც ეს რომანი გამოქვეყნდა, ბევრისთვის ის იყო სიმბოლური ნაწარმოები გარე ძალების და უცხო ტომელების მიერ საქართველოს გაუპატიურების შესახებ. ეკატერინე ჯუღაშვილს უნდოდა, რომ სტალინი გამხდარიყო მღვდელი და გაეგრძელებინა სწავლა სასულიერო სემინარიაში. მამა წინააღმდეგი იყო და სწორედ ამ დროს წაიყვანს მას თბილისში ფეხსაცმლის ქარხანაში სამუშაოდ. მაგრამ კეკე თავისას გაიტანს და ჩააბარებინებს შვილს თბილისის სასულიერო სემინარიაში. ეს იმ დროს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლებელი თბილისში. მან თითქმის დაასრულა აქ სწავლა, მაგრამ გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩააბარა. დიპლომი არ აუღია და სასულიერო კარიერაც ცნობილია, რომ არ გაუგრძელებია. ეს იყო სასწავლებელი, სადაც სწავლება იყო ცხადია რელიგიური მიმართულებით, მაგრამ აქ სწავლობდნენ ადამიანები, რომლებიც სულაც არ აპირებდნენ მღვდლობას. იქ სწავლობდნენ უძველეს ენებს, მაგალითად ბერძნულს, ლათინურს სტალინი არ სწავლობდა, მაგრამ ბერძნულად პლატონსაც კითხულობდნენ. თავიდან აქაც კარგად სწავლობდა, მერე მიატოვა ყველაფერი, ამ სასწავლებელში ძალიან მკაცრი წესები იყო, უნდა ეკითხათ მხოლოდ ნებადართული წიგნები, მაგალითად ერთხელ სტალინი დასაჯეს იმისთვის, რომ ჰიუგოს რომანი უპოვეს. ქართულ ენაზე იქ ლაპარაკი არ შეიძლებოდა, მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდნენ, ამ პერიოდში მას თითქოს რაღაც პატრიოტული გრძნობებიც აქვს და წერს თავის ცნობილ ლექსს ვარც გაეფურჩქნა კოკორი. რატომ არ დაასრულა სემინარია, გაუგებარია. თავად ამბობდა, რომ მარქსისტული იდეების გამო გამოაგდეს. დედამისი ამბობდა, მე ვავად მყოფობდი და ჩემ გამო დაანება თავიო, მოკლედ აქაც გაუგებარია ზუსტად რა მოხდა. შემდეგ ის რეპეტიტორობით ირჩენს თავს თბილისში. რუსული ენის რეპეტიტორია. შემდეგ მეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში მუშაობს და ბოლოს 1901 წელს მიდის იატაკქვეშეთში. 1917 წლამდე ცხოვრობს ამ იატაკქვეშელის ცხოვრებით. მოძრაობს თბილისიდან ბაქოში, მაშინ ბაქო რევოლუციური მოძრაობის ცენტრი იყო კავკასიაში.
შემდეგ ბათუმშია, სადაც გაფიცვებში მონაწილეობს. მერე იჭერენ, ასახლებენ, რამდენჯერმე გარბის გადასახლებიდან. ამ დროს მას აქვს ბევრი სასიყვარულო რომანი ამ გადასახლების ადგილებში. მათ შორის ცნობილია ერთი კავშირის შესახებ 14 წლის გოგოსთან, რომელმაც მისგან თითქოს შვილიც გააჩინა. პირველად ის დაქორწინდა ეკატერინე სვანიძეზე. მისგან ჰყავდა შვილი იაკობი. ეს ეკატერინე ძალიან ადრე გარდაიცვალა, რასაც როგორც შემდეგ მისი ერთ-ერთი მტრადქცეული მეგობარი იხსენებდა, სტალინმა ძალიან განიცადა თავისი პირველი მეუღლის სიკვდილიო. ახალგაზრდა სტალინის მიმართ არსებობდა ორი მთავარი ბრალდება, რომ ის იყო ოხრანკის აგენტი და თავის თანაპარტიელებს ასმენდა და მეორე, რომ ის მონაწილეობდა ეგრეთ წოდებულ ექსებში. ექსები ეს არის ექსპროპრიატორების ექსპროპრიაცია, ნაძარცვის ძარცვა. ეს იყო უკანონოდ ფულის მიღების მთელი სისტემა, რომელიც ბოლშევიკებმა შექმნეს პირველ რიგში კავკასიაში. ყველაზე ცნობილი ძარცვა 1907 წელს მოხდა თბილისში, დღევანდელ თავისუფლების მოედანზე. ბანკში პოსტის თანამშრომლებს ძალიან დიდი თანხა გადაჰქონდათ ძარცველმა რევოლუციონერებმა სიმონ ტერპეტროსიანის იგივე კამოს მეთაურობით ეს პოსტა გაძარცვეს და თანხა მოიპარეს. შემდეგ ეს ფული გააგზავნეს ევროპაში, მაგრამ მისი გამოყენება მაინც ვერ შეძლეს, მაგრამ ამ თავდასხმას ადამიანები შეეწირნენ. კამოც იყო გორიდან, რამდენიმე წლით უმცროსი იყო სტალინზე, სტალინი მას მანამდე რუსულს ასწავლიდა. ვერსია, რომ სტალინიც მონაწილეობდა ამ ძარცვაში, იყო ძალიან ბევრი. ეს კამოც ძალიან საეჭვო ვითარებაში დაიღუპა 1922 წელს, ის ველოსიპედით მიდიოდა თბილისში და სატვირთო მანქანა დაეჯახა. ითქვა, რომ კამოს მკვლელობა სტალინმა დაუკვეთა, მაგრამ აი ამ ყველაფრის მიუხედავად ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ სტალინის ექსებში მონაწილეობა დოკუმენტურად არსად დადასტურებული არ არის. ამ წლებში, როგორც რევოლუციონერი, ის ავრცელებს აკრძალულ ლიტერატურას, წერს ბევრს, ჯერ ქართულად, შემდეგ რუსულად, გაზეთებისთვის, შემდეგ წერს პრავდასთვის, რომლის რედაქტორიც გახდება. იმ პერიოდის მეტნაკლებად ობიექტური წყაროებიდან ჩანს, რომ ადამიანები ჩიოდნენ, რომ ის იყო უკმეხი, უტაქტო, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა. მაგალითად, გადასახლებაში ის სტუმრად მიდის თავისი მეგობრის ლევ კამენევის სახლში და ეწევა უწყვეტად, რაც აღიზიანებს კამენევის ცოლს, რომელიც იყო ლევ ტროცკის და თხოვს მას არ მოწიოს, მაგრამ ის არაფრად აგდებს ამ თხოვნას და განაგრძობს მოწევას. გადასახლებაში შეგროვებულ წიგნებს, რომელსაც ყველა აგროვებდა, როდესაც იქიდან მიდიოდა ხოლმე სტალინი, დაავლებდა ამ სხვების შეგროვებულ წიგნებს ხელს და მიჰქონდა და სხვებს არ უტოვებდა და აი ამ მსგავსი მოგონებები მისი უტაქტობის და სიუხეშის შესახებ ძალიან ბევრია. იმავდროულად ის პარტიულ კარიერას იკეთებს. საქართველოში მენშევიკების ბრდა იყო უფრო ძლიერი, მაგრამ სტალინმა ბოლშევიკებზე დადო ფსონი. რამდენჯერმე იყო უცხოეთში, მონაწილეობდა ბოლშევიკების ყრილობებში და კონფერენციებში. ამ დროს ის უახლოვდება ლენინს. ამ პერიოდიდან ბევრს უყვარს ლენინის 1915 წლის წერილის გახსენება, როდესაც სტალინი უკვე 10 წელია მას იცნობს და ამ დროს ლენინი ნაცნობებს ეკითხება, გამახსენეთ კობას გვარი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ ლენინს ის შემჩნეული ყავს და ხელს უწყობს მის წინსვლას პარტიული ხაზით. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს სტალინი არის გადასახლებაში. დროებითი მთავრობის ამნისტიით ყველა გაათავისუფლეს, მათ შორის სტალინიც და ლევ კამენევიც და ისინი ბოლშევიკებში ყველაზე ადრე ჩადიან პეტროგრადში. ლენინი ჯერ კიდევ აგვარებს შვეიცარიაში გერმანიის გავლით, ჰერმეტული ვაგონით გავლის ნებართვას. ტროცკი კი ამერიკიდან ბრუნდება, ამიტომ მას ბევრი დრო დასჭირდა რუსეთში ჩასასვლელად. სტალინი და კამენევი კი უკვე პეტროგრადში არიან და ცენტრალური კომიტეტის წევრებიც არიან, მაგრამ მათ ენთუზიაზმის გარეშე შეხვდნენ, დიდად არავინ ემორჩილებოდა. ისინი იწყებენ დროებითი მთავრობის კრიტიკას და მოითხოვენ მათ დამხობას. ფიქრობენ, რომ ამას გააკეთებენ მენშევიკებთან ერთად, მაგრამ ჩამოდის ლენინი, რომელიც კიდევ უფრო რადიკალურია და ამბობს, რომ არანაირი მენშევიკები, რომ საბჭოებში ბოლშევიკებმა უმრავლესობა უნდა მოიპოვონ და თავად დაამხონ დროებითი მთავრობა. სტალინი მას ეთანხმება და ამის შემდეგ ის ხდება ლენინის კაცი. იძენს სულ უფრო მეტ გავლენას. არადა ცენტრალური კომიტეტის გარეთ თითქმის არავინ იცნობს, განსხვავებით ტროცკისგან, რომელიც მაისში ჩადის პეტროგრადში, მას უკვე ყველა იცნობს, 1905 წელს ის ხელმძღვანელობდა პეტროგრადის საბჭოს, შესანიშნავი ორატორია და ძალიან კაშკაშა ფიგურაა. სტალინი კიდევ ზის თავისთვის ჩუმად პრავდაში წერს წერილებს
და საორგანიზაციო საქმეებით არის დაკავებული. 1917 წლის ივლისის პეტროგრადში არეულობის შემდეგ, როდესაც დროებითი მთავრობა ლენინის დაკავებაზე გასცემს ორდერს და ლენინი ჟინოვიევთან ერთად გარბის ფინეთში, ტროცკის და კამენევს დაიჭერენ. სტალინი კი, რომელიც ივლისის მოვლენებში დიდ თვალში არავის მოხვედრია, თავისუფალია და ხდება მთავარი. ბოლშევიკების მოახლოებულ ყრილობაზე ცეკას სახელით აკეთებს ანგარიშს და მისი ცნობადობა შედარებით იზრდება. 1917 წლის შემოდგომაზეც სტალინი არავინ განსაკუთრებული არ არის. ის კი აკეთებს განცხადებებს, სადღაც სიტყვით გამოდის, მაგრამ მთავარი ადამიანი არის მაინც ლევ ტროცკი. ლენინის შემდეგ პირველი არის ტროცკი და სტალინი ახლოსაც ვერ მივა მის წონასთან. ამავე პერიოდში სტალინი ძალიან ახლოსაა რევოლუციონერის სერგეი ალილუევის ოჯახთან. რაღაც დროის შემდეგ ის ცოლად მოიყვანს მის ქალიშვილს ნადეჟდას. 1930-იანი წლების დასაწყისში ნადეჟდა ალილუევა თავს მოიკლავს, მისი ნათესავების უმრავლესობას კი გაანადგურებს. იწყება საბჭოთა ეპოქა და სამოქალაქო ომი. სამოქალაქო ომის პერიოდს სტალინის ეპოქაში გადააქცევენ რაღაც მითოლოგიურ დროდ, რომელშიც სტალინმა თითქოს საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი ცარიცინოს დაცვისას, რომ იქ რაღაც გმირობები ჩაიდინა და ამ გმირობების გამო ცარიცინს დაარქმევენ სტალინგრადს. სინამდვილეში სტალინი გააგზავნეს სამხრეთ ფრონტზე კონკრეტული ამოცანით. მას უნდა უზრუნველყო ფრონტის სურსათით. და აქ ჩანს, როგორ იწყებს ის ამ საომარ ქალაქში ძალაუფლების საკუთარ ხელში თავმოყრას და ცენტრისგან ითხოვს სულ უფრო მეტ უფლებამოსილებებს. ეს სამოქალაქო ომი ცნობილია თავისი სისასტიკით ყველა ფრონტზე, მაგრამ სტალინი ავლენს საშინელ აგრესიას სამხედროების მიმართ, რომლებიც უკვე წითელ არმიაში მსახურობენ. მათ უწოდებს თეთრგვარდიელებს, ის აგრესიულია მოხელეების მიმართაც, რომლებშიც ხედავს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამ დროს ის აპატიმრებს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, რომელიც იოლი ხელწამოსაკრავი არ აღმოჩნდა, შემდეგ უწევს მისი გათავისუფლება, ის ჩადის მოსკოვში, ყვება იქ რავითარება სამხრეთის ფრონტზე, რომელიც ყველაზე სუსტია და იწყება ტროცკის და სტალინის პირველი ღია დაპირისპირება. ტროცკი, რომელიც სამხედროების მეთაურია, ითხოვს სტალინის მოშორებას სამხრეთის ფრონტიდან. ამ პერიოდიდან ისინი საკუთარი თავის გარშემო იკრებენ ერთგული ადამიანების წრეს, სტალინის ირგვლივ იქნებიან ცარიცინში გაცნობილი ან იქ დაახლოებული ადამიანები, ვოროშილოვი და ბუდიონი, მომავალი მარშლები, რომლებიც როგორც ისევ ისტორიკოსები წერენ, ძალიან უნიჭო მეთაურები იყვნენ და მათი მთავარი ღირსება იყო ის, რომ სტალინს მიჰყვებოდნენ ყველაფერში. ლენინი ძალიან კარგად ხედავდა ტროცკის და სტალინის დაპირისპირებას. სიცოცხლის ბოლოს ის ბევრს წერდა, რომ პარტიაში განხეთქილების გადალახვა აუცილებელია, მაგრამ წლების განმავლობაში ის თავად აქეზებდა ტროცკის და სტალინის კონკურენციას, რომ არც ერთს არ გასჩენოდა პრეტენზია მის ძალაუფლებაზე. სამოქალაქო ომი ეს არის ტროცკისთან დაპირისპირების დასაწყისი. მომავლის ბევრი სისხლიანი ისტორია სათავეს იღებს სწორედ ამ სამოქალაქო ომიდან. სამოქალაქო ომის დროს ლენინის შემდეგ მთავარი ადამიანია ლევ ტროცკი. პოპულარულია ნიკოლაი ბუხარინი, როგორც თეორეტიკოსი. სტალინს ნაკლებად იცნობენ. ის ხელმძღვანელობს რაღაც სამსახურებს, მათ შორის ეროვნებათა კომიტეტს, მაგრამ ეს მას არ აკმაყოფილებს და მალე მიაღწევს იმას, რომ დანიშნავენ პარტიის გენერალურ მდივნად. მაშინ ეს არ იყო ის თანამდებობა, რაც მოგვიანებით გახდება. პარტიის გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს, რომელიც მუშაობდა დოკუმენტების შედგენაზე, კადრების განაწილებაზე, კომიტეტში განსახილველ დღის წესრიგზე. ერთი შეხედვით ეს იყო შეუმჩნეველი სამუშაო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი. ვიდრე სხვები წყვეტდნენ დიდ იდეოლოგიურ საკითხებს, სტალინი წყვეტდა აპარატში ვინსად დაენიშნა, ვინ მოეხსნა ან დაეწინაურებინა და ამ პროცესში იჩენდა ლოიალურად განწყობილ ადამიანებს და ეს იყო ძალაუფლების განმტკიცების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორედ ამ პოზიციიდან იწყებს ის კონტროლის მოპოვებას პარტიულ აპარატზე, რომელიც 1920-იან წლებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და მალე მასზე თითქმის სრულ კონტროლს მოიპოვებს. ამ დროს ლენინის ჯანმრთელობა უარესდება, წავდება ბრძოლა მისი მემკვიდრის სტატუსზე. 1922 წლამდე ლენინი ჯერ კიდევ ენდობა სტალინს,
ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მაგალითად ავადმყოფობის დროს ლენინს, რომელსაც ეშინოდა პარალიზების, უსუსურ მდგომარეობაში ჩავარდნის, სტალინს იმდენად ენდობოდა, რომ გამოიძახებს მას და სთხოვს თავის მოკვლაში დახმარებას. სტალინი მოიქცა კორექტულად, გააგებინა ეს ფაქტი ლენინის ახლობლებს, პარტიას და ლენინი დაამშვიდეს. არა ამის გამო, მაგრამ ამის შემდეგ მათ უფუჭდებათ ურთიერთობა. არის მოსაზრება, რომ ურთიერთობის გაფუჭება დაიწყო საბჭოთა კავშირის შექმნის პრინციპების განხილვისას. სტალინმა, როგორც ეროვნებათა საკითხების სპეციალისტმა, პარტიაში მოამზადა საკუთარი პროექტი. ამ პროექტით ყველა საბჭოთა რესპუბლიკა ხდებოდა რუსეთის ნაწილი და შედიოდნენ რუსეთში ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსით. ლენინის გეგმა კი ის იყო, რომ რესპუბლიკები და მათ შორის რუსეთიც თანაბარი უფლებებით იქნებოდნენ საბჭოთა კავშირის წევრები. ყველა მაინც მოსკოვს და ბოლშევიკურ ცეკას ექვემდებარებოდა, მაგრამ ლენინმა მოიფიქრა ადგილობრივი ნაციონალური ელიტებისთვის ნაკლებად მტკივნეული ვარიანტი. ამ საკითხს ისეთი ვნებათაღელვა მოჰყვა, რომ ამიერკავკასიის ფედერაციასთან დაკავშირებულ ცეკას სხდომებზე ქართველ კომუნისტებს სერგო ორჯონიკიძესთან ხელსჩართული ბრძოლები და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდათ. ლენინმა დაიწყო სტალინის დამუხრუჭება და თავის ცოლს ნადეჟდა კრუპსკაიას უკარნახა პრეტენზიები, რომლებიც ჰქონდა სტალინის მიმართ. პარტიამ გადაწყვიტა, რომ ბელადის სიმშვიდის და ჯანმრთელობისთვის ის არ უნდა ჩარეულიყო პოლიტიკაში და გამოვიდა, რომ კრუპსკაიამ დაარღვია პარტიის გადაწყვეტილება. ამის გამო სტალინმა დაურეკა მას და ძალიან უხეშად ელაპარაკა. ლენინი ამას ვერაფრით პატიობდა და ის, რომ მან ყრილობისადმი წერილში, რომელსაც ლენინის ანდერძს უწოდებენ, დაწერა, რომ სტალინის ზედმეტად უხეშია, იყო ცოლთან დაკავშირებული წყენის გამოძახილიც. ცხადია, ლენინი კარგად იცნობდა სტალინს მანამდეც, მაგრამ სიცოცხლის ბოლოს, ვიდრე ჯერ კიდევ გონზე იყო, სტალინის დასაბალანსებლად იწყებს ტროცკისთან დაახლოებას, როგორც სტალინის საპირწონესთან. კრუპსკაიას ინციდენტის გამო სტალინი ბოდიშსაც მოიხდის, მაგრამ ლენინის სიკვდილის შემდეგ 1920-იან წლებში კრუპსკაიას ძალიან ცუდად ექცევა და მუდმივად ამცირებს. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში იოსებ ჯუღაშვილმა ბევრი რამ სწორედ ლენინისგან ისწავლა. ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად, ამისთვის ადამიანებით მანიპულირება, მათი წაქეზება ერთმანეთის წინააღმდეგ. ამას ყველაფერს ლენინი აკეთებდა. და როგორც უკვე ვთქვით, სამოქალაქო ომიდან დაპირისპირებული ჯგუფები უკვე არსებობდნენ. 1921 წლის მე-10 ყრილობაზე, რომელიც უფრო იმით არის ცნობილი, რომ სამხედრო კომუნიზმიდან ნეპზე ამ ყრილობის გადაწყვეტილებით გადავიდნენ, ნეპი ეს იყო ეკონომიკაში საბაზრო ელემენტების დაბრუნება, რაც იყო დროებითი ნაბიჯი. მოხდა არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ ამ ყრილობაზე. იყო კამათი თუ ვის უნდა ჰქონოდა ძალაუფლება. მუშათა კლასს, მათი წარმომადგენლების სახით პროფკავშირებს თუ პარტიის აპარატს. და საინტერესოა, რომ პროლეტარების სახელით ხელისუფლებაში მოსულ პარტიაში გაიმარჯვა მოსაზრებამ, რომ ძალაუფლება ექნებოდა პარტიის აპარატს. ამ ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება პარტიის ერთობის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით იგრძალებოდა პარტიის შიგნით ფრაქციის შექმნა და თუ პარტია რამეს გადაწყვეტდა, უნდა დამორჩილებოდი. ამას სტალინი იდეალურად გამოიყენებს კონკურენტების წინააღმდეგ და ყველა თავის მტერს, რომელსაც ის თავად უბიძგებდა განხეთქილებისკენ. შემდეგ დაადანაშაულებს სწორედ პარტიული ერთობის და დისციპლინის დარღვევაში. 1922 წელს სტალინი პარტიის გენერალური მდივანია და საკუთარ ხალხს აქტიურად ნიშნავს სხვადასხვა თანამდებობაზე. 1923 წელს ლენინი ფაქტობრივად აღარ მონაწილეობს პარტიის საქმიანობაში და ცეკაში იწყება არა ღია, მაგრამ საკმაოდ მწვავე კონფლიქტები. ლევ ტროცკი არ უყვართ, როგორც ძალიან კაშკაშა და ძალიან ჭკვიანი ფიგურა. მისი უფრო ეშინიათ ვიდრე სტალინის, მათ შორის ძველ ბოლშევიკებს, ლევ კამენევს და გრიგორი ზინოვიევსაც, რომლებსაც სტალინიც არ მოსწონთ. ლენინის წერილი, ანდერძი, სადაც იყო პრეტენზიები სტალინის მიმართ, უნდა წაეკითხათ 1923 წლის მე-12 ყრილობაზე, ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში. ამ ყრილობაზე ის არ წაიკითხეს, რითაც სტალინმა კიდევ ერთი წელი მოიგო პარტიის აპარატში პოზიციების გაძლიერებისთვის. 1923 წლის ზაფხულში
კამენევი და ზინოვიევი დასასვენებლად არიან წასულები და იქ ფიქრის დროს ხვდებიან, რომ სტალინი ძალიან მოძლიერდა. ამას უზიარებენ კიდევ ერთ ძველ ბოლშევიკს ნიკოლაი ბუხარინსაც და ერთად მოითხოვენ სამდივნოს რეფორმას, იმ სტრუქტურის, რომელზეც სტალინი საკუთარ გავლენას აშენებს. მაგრამ აქ სტალინს საერთაშორისო ფონი დაეხმარება. ამ წელს გერმანიაში სიტუაცია მწვავდება. მას შემდეგ, რაც ის რეპარაციებს ვერ იხდიდა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საფრანგეთმა ჯარი შეიყვანა მის ყველაზე მნიშვნელოვან და მდიდარ რურის რაიონში. და ისეთი ვითარებაა, რომ გერმანიაში ყველა ელოდება რევოლუციას. სტალინი კურორტიდან იბარებს ამ თავის თანაპარტიელებს იმის დასაგეგმად, თუ როგორ მოემზადონ გერმანიის რევოლუციისთვის. პარალელურად, სამდივნოს სერიოზული რეფორმის ნაცვლად, რითაც სტალინის პოზიციები შესუსტდებოდა, ყველაფერი ხდება პირიქით. პარტიის აპარატში უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანეს, თან არა იმ ნაწილში, სადაც სტალინის ხალხია, და აპარატში შეიყვანეს ტროცკი და ზინოვიევი. სამაგიეროდ სტალინი და მისი ერთგული ვოროშილოვი შეაღწევენ იქ, სადაც ტროცკია ხელმძღვანელი, სამხედრო საზღვაო საქმეების სახალხო კომისარიატში. ტროცკი აღშფოთებული ტოვებს სხდომას. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს კამენევმა და ზინოვიევმა, ანუ მათ მაინც ტროცკის გავლენის წინააღმდეგ იმოქმედეს. 1924 წლის იანვარში ლენინი კვდება. მის ანდერძს კი მაისში მე-13 ყრილობაზე კითხულობენ, მაგრამ ცალკეულ დელეგაციებთან და არა საერთო ყრილობის სხდომაზე. იმ შენიშვნით, რომ სტალინმა პრეტენზიები გაითვალისწინა და ამიტომ ტოვებენ გენერალურ მდივნად. საინტერესოა, მაგრამ ტროცკი ამ ეპიზოდში არ ფიგურირებს, მას ამ დროს არ უბრძოლია. გამოვიდა, რომ ტროცკის შიშით და მის დასაბალანსებლად დატოვეს სტალინი. კოლექტიური მმართველობა ამ პირველი ბოლშევიკების, რომელიც მანამდე ავად თუ კარგად არსებობდა, მალე გაქრება. სტალინი იწყებს ამ ბალანსის ნგრევას პარტიაში. ეხლა რა ხდება ამ 20-იან წლებში პარტიაში? აქ პირველ პლანზე სტალინის დამსახურებით გამოდიან აბსოლუტურად ახალი ადამიანები. სამოქალაქო ომის შემდეგ პარტია ახალი მოწვევის ხალხით ივსება. ახალგაზრდებით, უფრო გაუნათლებლებით და მოუმზადებლებით. ძველი ბოლშევიკების თაობას, ბუხარინს, კამენევს, ზინოვიევს და ტროცკის ახსოვდათ სტალინი იმ დროს, როდესაც ის არაფერს წარმოადგენდა. ახსოვდათ, როგორ იყო ძალები განაწილებული რევოლუციამდეც. ახალმა წევრებმა ეს რა თქმა უნდა არ იციან. სტალინის ეს ხალხურობა და უბრალოება მუშაობს ახალ წევრებზე. სტალინი მათ მიმართავს, მათზეა ორიენტირებული. ამ დროის მისი წარმოდგენები მეცნიერების აზრით შედგება ერთი მხრივ ბოლშევიკური იდეებისგან და მასთან დაკავშირებული ტექსტებისგან, მეორე მხრივ რუსული რელიგიური აზრებისგან და მესამეც არქაული ფოლკლორისგან, რაღაც მაგიური ელფერით. ეს ყველაფერი ჩანს მის ტექსტებში, რომლებსაც ის აქვეყნებდა და რომელიც კარგად აქვს შესწავლილი მიხეილ ვაისკობს წიგნში „მწერალი სტალინი“. და ეს ადამიანი, რომელშიც თავი მოიყარა ერთდროულად სოციალისტების იდეებმა, სემინარიელის განათლებამ, ძველმა არქაულმა წარმოდგენებმა, იწყებს ძალაუფლებისთვის ბრძოლას. რამდენიმე წლის განმავლობაში ის მოახერხებს ყველა კონკურენტის მოტყუებას და თავიდან მოშორებას. 1924 წელს ის იწყებს ტროცკის მკაცრ კრიტიკას და იდეოლოგიურ ბრძოლასთან ერთად იწყებს თავის საყვარელ საჭადრაკო თამაშს, რომელშიც მას ვერავინ ჯობნიდა. 1925 წელს ტროცკის ათავისუფლებენ სამხედრო და საზღვაო საქმეების სახალხო კომისრის თანამდებობიდან და მის ადგილას დანიშნავენ მიხეილ ფრუნზეს. და როდესაც ფრუნზე კვდება ოპერაციის შემდეგ, რომელიც მას დაუნიშნა ცენტრალურმა კომიტეტმა, ეს სიკვდილი აჩენს კითხვებს. მაგრამ ამ ფაქტსაც სტალინი გამოიყენებს თავისი ძველი თანაპარტიელების წინააღმდეგ, რომლებსაც საჯაროდ აკრიტიკებს ამ დროს რადიკალიზმისთვის, გვევლინება გლეხების დამცველად, მშვიდობის და სტაბილურობის მხარესაა, რაც პარტიის ახალ კლასს მოსწონს. თანაც უკვე ყველგან მისი ხალხია. სტალინი თავის ხალხს ნიშნავს არმიის სათავეში, სადამსჯელო საგამოძიებო უწყებების ხელმძღვანელებად. 1925 წელს პარტიის მე-14 ყრილობაზე, როდესაც ოპოზიცია კიდევ ცდილობს კუდის მოქნევას, ირკვევა, რომ დელეგატების უმრავლესობა ახალი ხალხია, სტალინის ხალხი. მათ უმრავლესობას 66% საშუალო განათლებაც არ აქვს და ამ მუშათა კლასის პარტიაში მუშები შეადგენენ მხოლოდ 5,1%-ს.
ქალაქში გადასახლებული გლეხები 0,3%-ს და დანარჩენების დიდი უმრავლესობა პარტიული ფუნქციონერები არიან. ამ ყრილობაზე ზინოვიევს ხმას აღარ ამოაღებინებენ და სკანდირებენ სტალინის სახელს. 1927-28 წლებში კამენევის, ზინოვიევის და ტროცკის წინააღმდეგობას სტალინი გააცამტვერებს. კამენევს და ზინოვიევს 1930-იან წლებში დახვეც. ტროცკის ჯერ ალმა-ატაში გადაასახლებს, შემდეგ კი უცხოეთში გააძევებს. მოწინააღმდეგეების ამ პირველ ტალღას სტალინი წარმატებით გაუმკლავდა. ეხლა რა ფონია 1920-იან წლებში ზოგადად საბჭოთა კავშირში? ლენინს და პარტიას აღმერთებენ და პირველ 5 წლებში, 5 წლედი ეს იყო პირველი 5 წლიანი გეგმა სოციალისტური ეკონომიკის საფუძვლების აშენების და კაპიტალისტურ ელემენტებზე შეტევის, ამ დროს აგრარული ქვეყანა უნდა გადაექციათ ინდუსტრიულად. და აი ამ პირველ 5 წლებში არის უკიდურესად ანტიეკლესიური პოლიტიკა. საბჭოთა ხელისუფლების პირველი 10 წლის განმავლობაში ყალიბდება ახალი რელიგია. ლენინის მავზოლეუმის მშენებლობაც ამის ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ლენინმა ითხოვა ოჯახთან დაეკრძალათ. ამ მავზოლეუმის სახით იქმნება ახალი წმინდა ადგილი. შენდება აბსოლუტურად რელიგიური სისტემა, რომელშიც მთავარია კოლექტივი. ოღონდ არა მუშათა კლასი, არამედ პარტია. ამ დროს მთავარია ეკუთვნოდე პარტიას. პარტია ხდება ცოცხალი ობიექტი. ამ ახალ რელიგიას ჰყავს თავისი წმინდანები, წამებულები, სამოქალაქო ომის და რევოლუციის დროს დაღუპულები, თაყვანისცემის ცენტრი, მავზოლეუმის და შემდეგ კრემლის სახით. ამ რელიგიის მრევლი უნდა იყოს პარტიის და კოლექტივის მორჩილი. ცოდვები უნდა მოინანიონ თვითკრიტიკით და ამ ყველაფრისთვის ელოდებათ სამოთხის სახით კომუნიზმი, ოღონდ დედამიწაზე, სადაც ყველანაირი კლასობრივი სხვაობა გაქრება. სამოთხის იდეა ღმერთის გარეშე სტალინამდეც არსებობდა, მაგრამ ის მოხერხებულად ათავსებს საკუთარ თავს ამ სისტემაში. როდესაც კოლექტიური ღმერთის პროლეტარიატის ადგილს იკავებს პარტია, ამ პარტიის ხელმძღვანელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ. ის კი პარტიის ხელმძღვანელია. 1920-იან წლებში ის მონდომებით უსვამს ხაზს თავის კავშირს ლენინთან და მას უწოდებს მასწავლებელს, რაც 1930-იან წლებში დაგვირგვინდება ლოზუნგით, რომ სტალინი ეს არის ლენინი დღეს. 1927-28 წლებში ის ჯერ ბელადად არ გადაქცეულა, მაგრამ ამ სტატუსს უახლოვდება. 1927 წელს ურთიერთობა იძაბება სხვა ქვეყნებთან. ჩინეთში კომუნისტებს აკავებენ, ბრიტანეთთან ურთიერთობა წყდება, იქნება ტრის ხატი კაპიტალისტებისგან, რომ აი ისინი ომისთვის ემზადებიან და ჩვენც უნდა მოვემზადოთ. უნდა დაჩქარდეს ინდუსტრიალიზაცია. ეს ინდუსტრიალიზაცია იწყება მძიმე წარმოებიდან და არა მსუბუქიდან, რაც ძალიან დიდ წნეხს ქმნის მთელ ქვეყანაზე. პირველ 5 წლებს შესრულებულად გამოაცხადებენ. ინდუსტრიალიზაციის პარალელურად მიმდინარეობს კოლექტივიზაცია. 1929 და 1930 წლის დასაწყისი გლეხობისთვის არის უმძიმესი პერიოდი. ისინი იცავენ საკუთარ პურს, ეკლესიებს და ქვეყანა ლამის აჯანყების ზღვარზეა, მაგრამ ლიდერი არ გამოჩნდა. ერთი მხრივ მათ ეშინოდათ ემიგრანტების და ბატონების დაბრუნების. მეორე მხრივ იბრძოდნენ კოლექტივიზაციის წინააღმდეგ. იყო დიდი გამოსვლები, მაგრამ ფრაგმენტირებული. ამ დროს სტალინი აქვეყნებს პრავდაში წერილს და გლეხების დაწიოკებაში ადგილობრივ ხელმძღვანელებს ადანაშაულებს. ვითომ არ იცოდა. და ეს სულ არის მისი სტილი. ჯერ მისი ბრძანებით იწყებენ მოქმედებას, დაწიოკებას, რეპრესიებს, შემდეგ თავად თითქოს არაფერი იცოდა, იწყებს იმ ადამიანების დასჯას, ვინც ვითომ თვითნებურად რაღაც გააკეთა. და სწორედ ამის ნაწილია ეს წერილიც. მაგრამ ცოტა დრო გავა და ისევ იწყება კოლექტივიზაცია. რაცაც მოჰყვება საშინელი შიმშილი 1932-33 წლების, რომელმაც ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა უკრაინას, ჩრდილოეთ კავკასიას, რუსეთის სამხრეთს და მთელ საბჭოთა კავშირს. ამ პოლიტიკას თავის გაკულაკებებით და კულაკების დეპორტაციებით რამდენიმე მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად ანგრევენ ან ხურავენ ეკლესიებს. როგორც ვთქვით, გაჩაღებულია ანტირელიგიური პოლიტიკა. ბოლო 10 წელი მიმდინარეობს კულტურული რევოლუცია. ერთადერთი შედარებით წარმატებული რეფორმა ჩაატარეს განათლების სფეროში წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრის მხრივ. 1930-იანების შუა წლებში საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ წერა-კითხვა იცოდა.
1929 წელს სტალინის 50 წლის იუბილეს დიდი ზარზეიმით აღნიშნავენ. ამის შემდეგ მას სულ უფრო ხშირად უწოდებენ ბელადს. სწორედ ამ პირქუში და ტრაგიკული პირველი 5 წლების დროს ყალიბდება ის ყველაფერი, რაც საფუძვლად დაედება სტალინის პოლიტიკას 1930-იან წლებში, დიდი ტერორის დროს. არანორმალურად იზრდება სახელმწიფო აპარატი და რეპრესიული აპარატი. ბანაკების სისტემა. ციხეები გადავსებულია. უამრავი ადამიანია, რომელიც ამ სისტემაზე მუშაობს და ყალიბდება იდეოლოგია, რომელიც აწყობილია ბელადის და პარტიის კულტზე. შემდეგი 5 წლები ოდნავ მსუბუქია. 1933 წელს ზოგიერთები ციხიდანაც გამოუშვეს. გლეხებს მისცეს რაღაც დოზით პირადი მეურნეობის წარმოების საშუალება, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ. იწყება იდეოლოგიური ცვლილებებით. 1930-იანი წლების დასაწყისში იქმნება შემოქმედებითი კავშირები. 1934 წელს სკოლაში იწყებენ ისტორიის სწავლებას. აღმოჩნდა, რომ 1917 წლამდეც ყოფილა რაღაც საინტერესო და არსებობდნენ საინტერესო ფიგურები. იწყებენ ისეთი ხალხის განდიდებას, რომლებსაც რევოლუციამდელ რუსეთშიც აქებდნენ და ადიდებდნენ. ალექსანდრე ნეველს, კუტუზოვს, სუვოროვს, პეტრე პირველს და ივანე მრისხანეს, რომელიც ამ სიაში უშუალოდ სტალინის დამატებულია. და ყველა ეს ცვლილება აჩენს განცდას, რომ ცხოვრება მეტნაკლებად ლაგდება, მალე ყველაფერი კარგად იქნება. არადა ახლოვდება 1930-იანი წლების დიდი ტერორი. მაგრამ ამ პერიოდის შესახებ, ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის და სტალინის ბოლო წლების შესახებ, კი ამბობთ მომდევნო ვიდეოში. მანამდე კი გთხოვთ გამოიწეროთ ზღარბი და მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები. ამით ჩვენს არხს ძალიან დაეხმარებით. ნახვამდის.